ამერიკის შეერთებული შტატების ზაფხულიდან ეხმარება უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაში. სტატიას ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის დაზვერვა კიევს აწვდის მონაცემებს, შედეგად უკრაინელები ზუსტი დარტყმებით ბომბავენ რუსულ სამხედრო ენერგეტიკულ და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მან პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით $1000 აიღო. დაკავებისას კი გენინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე მანქანით მიმალვასა და რა დროსაც სხვა მანქანას შეეჯახა და გაქცევა უკვე ფეხით სცადა. პოლიცია მის დააკავა დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ, აცხადებს პუტინის მოკავშირე ორბანი და რუსული პროპაგანდის სტილში ამტკიცებს, რომ უნგრეთში ომი არ სურთ, ხოლო ბრიუსელი მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ამ გაცხადებას თბილისიდან მალევე გამოეხმაურა პაპუაშვილი და დაწერა, რომ თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას. გუშინ ღამით ჩატარებული ოპერაციის დროს 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა, განადგურდა პაკისტანის 20 საგუშაგო. მონაცემებს თალიბანის მთავრობა ავრცელებს. პრესპიკერის თქმით დაიღუპა 9 და დაიჭრა 16 ავღანელი ჯარისკაცი. მისივე ინფორმაციით ოპერაცია კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნის შემდეგ შეწყდა.